პროფესიის შეცვლა არ მინდა. ან პირიქით, კარიერის შეცვლა გადავწყვიტე. კითხვაზე რატომ? ხშირად არის პასუხი. თავისუფლება მინდა. ეს არის პოდკასტი დროის ხმაური, მე ვარ ეკა ნოზაძე. დღეს ჩემი სტუმარია საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია InSource-ის დამფუძნებელი, ჰედჰანტერი და ლექტორი მედია ტაბატაძე. გამარჯობა მედია, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, გამარჯობა ეკა. 25 წლიანი ძალიან წარმატებული კარიერა გაქვს და როგორც აღმოვაჩინე, ჩვენი ნაცნობობაც თითქმის ამდენივე სითვლის, ძალიან სოლიდურ კომპანიებში და ძალიან საინტერესო პრიზმებიდან. კარიერის ცვლილება იქნება ჩვენი საუბრის მთავარი თემა დღეს. საკუთარ კარიერაში როგორ შენიშნე ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც კორპორატიული სამყაროდან უნდა გადართულიყავი საკუთარ კომპანიაზე, ანუ შიგნიდან გარეთ როგორ უნდა გადასულიყავი? საკონსულტაციო კომპანია InSource მეგობრებთან ერთად 2011 წელს გავაკეთეთ, მაგრამ მანამდე ვემზადებოდი მე პირადად და ჩემი პარტნიორებიც დიდხანს. პირადად ჩემთვის გარდამტეხი მომენტი, ესეთი მძაფრი მიზეზი, ეს კონკრეტული და გამოხატული რამაც წამაქეს არ იყო, უბრალოდ ყოველთვის მინდოდა, რომ მეც მიმეღო რაღაცებზე გადაწყვეტილებები, ანუ ამოცანების თუ სამუშაოების განსაზღვრაზე რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ გაგვეკეთებინა. შეიძლება ითქვას, ესეთი მაშინ ეს თავისუფლად მუშაობა არა, მაგრამ დამოუკიდებლად მუშაობა უფრო პოპულარული იყო და ჩემზეც მოქმედებდა ეს, რომ რას ნიშნავს, მაგალითად თვითონ დაგეგმოდა, როგორ გააკეთებ ამას სამუშაოებს, თვითონ გადაწყვიტო საკუთარი მიზნებისა და მოსაზრებების მიხედვით. ამას გარდა საინტერესო იყო ისიც, რომ გქონდა პარტნიორებთან ერთად სურვილი, რომ ყოფილიყო ცოტა განსხვავებული კომპანიაც, რომელიც გარკვეულ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ნელ-ნელა შეიტანდა ბაზარზე უკაცრავად, განსხვავებული იქნებოდა იგივე საკონსულტაციო სერვისების და პროგრამების შეთავაზებით და თავიდან გვერქვა რეკრუტინგული, მერე აღმასრულებელი ძიების კომპანია. და ბოლოს როგორც დავრჩით, ეს არის აღმასრულებელი საკონსულტაციო და აღმასრულებელი საძიებო კომპანია. ინგლისურად მარტივად ჟღერს ეს, მაგრამ ქართულად ეს არის საკონსულტაციო, ისედაც ყველა საკონსულტაციო პროექტი მართვაში და ადამიანური რესურსების მართვაში მაღალ მენეჯმენტთან კომუნიკაციას მოითხოვს, მაგრამ აქცენტი კეთდება ამ სათაურით, რომ ისეთი თემებზე ვიმუშავებთ, რაც მაგალითად დირექტორების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს და ასე ვმუშაობთ. ახლა მიმდინარე პროექტები არის ძირითადად ისეთი ამოცანები და ისეთი მიზნებზე ვმუშაობთ და აღმასრულებელ დირექტორებთან, აღმასრულებლებთან ერთად, რაც კომპანიის სტრატეგიასთან და სტრატეგიის თუნდაც სტრატეგიულ მიზნებთან, სტრატეგიის განსაზღვრასთან მოიაზრება და ეს ძალიან საინტერესოა. ეს არის ძირითადად მაინც მენეჯმენტი და რა თქმა უნდა მოდის გულისხმობ ამაში ადამიანური რესურსების მართვასაც. ძალიან საინტერესოა რაც აღნიშნე. ერთი, რაც მენიშნა მე პირადად, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და მუშაობა. მეორე, ანალიტიკური მუშაობა სტრატეგიასთან მიმართებაში. ეს ორივე რომ გავაერთიანოთ, რა განსხვავებაა, როდესაც დასაქმებული იყავი კომპანიაში, იმდროინდელ მედიასა და ეხლანდელს შორის, რომელიც სხვადასხვა პრიზმიდან და უფრო გარედან უყურებს ამ ყველაფერს. ანუ ამ გამოცდილების კომბინაციამ რა სხვაობა დაგანახა? ადამიანი, როდესაც ორგანიზაციაში მუშაობს და დასაქმებულია, ის აუცილებლად ისე აზროვნებს და მუშაობს, მის აზროვნებაზე, ფიქრზე გავლენას ახდენს სტრუქტურა, ის მისი სამუშაოს როლი, პასუხისგებლობები და ამიტომაც გარკვეული, მოკლედ ესეთი შეიძლება ვთქვათ, არც თუ ისე ფართე თვალსაჩინო შეიძლება ჩამოუყალიბდეს ადამიანს.
როდესაც თვითონ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მე ასე მგონია, რომ ბევრი ინფორმაციაც გჭირდება, ცოდნაც გჭირდება, ბიზნესის და ეკონომიკის კარგად ცოდნაც გჭირდება და გჭირდება ასევე ის გაბედულება, რომელიც სჭირდება გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ყველაზე საინტერესო, დინამიური პროცესია, რომელიც არ არის მოკლედ ინტუიციაზე ჩამოკიდებული მხოლოდ და შესაბამისად მოითხოვს კიდევაც გაბედულებას, რომ აიღო გარკვეული, როგორც ვთქვათ, რისკი, პასუხისგებლობა და პასუხისგებლობა არა მხოლოდ დამდგარ შედეგებზე, არამედ შედეგების მის აღებად როგორ მუშაობთ. ამიტომ ეს საინტერესო პროცესია, თუმცა ემოციურად ყველაზე დატვირთულია. ანუ მომავლის პროგნოზირება ძალიან რთულია. სულ იყო ეს გამორიცხულია მომავლის პროგნოზირება, რაც არ უნდა ვეცადოთ და კარგად. ანალიტიკის მიუხედავად და გადაწყვეტილების მიღების მთელი ეს დინამიკაც ამაშია, რომ მომავლის პროგნოზირებაზე გათვლილი გადაწყვეტილება არის. გადაწყვეტილება ხო ეს არის, რომ ეხლა თუ ამას ვაკეთებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ მომავალში თუ და მე თუ განსხვავებული შედეგის მიღება გვინდა. იმის მიხედვით რა გვინდა იმ შედეგიდან. გადაწყვეტილების მიღება არის ეტაპი, მაგრამ ზუსტად შემდეგ შედეგი რა უნდა დადგეს, იმას ჭირდება ქმედება. როდესაც უმაღლეს აღმასრულებელ რგოლს დამფუძნებლებს ემუშავები. სად ხვდება ყველაზე მეტი სირთულე? გადაწყვეტილების მიღების პროცესში თუ აღსრულების შემდგომ? მთელის სირთულეც და ხიბლიც საკონსულტაციო, საერთოდ კონსულტანტობის არის ის, რომ გადაწყვეტილების დიზაინში მონაწილეობს კონსულტანტიც და აღმასრულებლებიც. რა უნდა გაკეთდეს, რომ რაღაცა კონკრეტული მივიღოთ. ეს პროცესი გართულდება დიზაინისა, თუ კი მაგალითად საკმარის მონაცემებს არ წარმოადგენს კონსულტანტი და რამდენიმე სცენარით არ განიხილავს იმ შესაძლო შედეგებს, რაც დადგება. თუ დაუშვათ მოვაკლებ ინფორმაციას და არ მექნება რამდენიმე სცენარი, რა შეიძლება მოყვეს ამას, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიგვიანებს. თუ დაუშვათ სრულყოფილი ალტერნატივებს ხედავს და ყველაზე ოპტიმალურს და რეალურს ამოარჩევს, მე არაერთი ადამიანი ეს გადაწყვეტილება მიიღება და მისი აღსრულება, როგორც წესი, ეს ორგანიზაციებში წესია დასაქმებულის როლიდან და ისედაც ესეა, მისი აღსრულება არის მეორე დინამიკა, რომელიც საინტერესოს ხდის გადაწყვეტილების მიღების პროცესს. რა უნდა შეიცვალოს, გაქრეს და გაგრძელდეს კონკრეტული შედეგის მისაღებად. კონსულტანტის როლიდან ეს უფრო მეტად მე კომპანიების მხარეს არის ხოლმე და აი ეს ალტერნატივები, რამდენიმე სცენარის შეთავაზება ზუსტად ითვალისწინებს იმას, ითვალისწინებს ორგანიზაციის რესურსს შეძლებს თუ არა, უბრალოდ როგორ უნდა შეძლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება. ამიტომ, როდესაც ვაანალიზებთ, ვითვალისწინებთ, მონაცემებს ვაგროვებთ, ტესტავთ, შესაბამისად აღსრულების ბერკეტები რჩება. მაგრამ ეს ყოველთვის მოითხოვს ცოდნის რესურსსაც, ადამიანის ცოდნა, კომპეტენციები, დროის რესურსსაც და ასევე ემოციურ რესურსსაც, იმიტომ რომ ის რაც დაიგეგმა, იმას შეიძლება ცვლილებები მოუწიოს, სულ ესე ხდება და მოხდება დარწმუნებული ვარ. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილების მიღებაში კარგია დროის ინვესტირება, რომ ის კარგად შეფასდეს ალტერნატივები. და უკვე აღსრულებაში მნიშვნელოვანი არის ცოდნის ინვესტირება, რომ იმუშაო, ვინც აღასრულებს იმასთან ერთად გამოცდილების გაზიარებისთვისაც და თუ საჭირო არის მაგალითად იგივე ახალი მოლოდინის შედეგის ამოცანის ფორმირებისთვისაც, იმიტომ რომ გეგმა ყოველთვის არის ჰიპოთეტური, ხო? და იმის აღსრულება ხდება იმ კონკრეტულ დროში და კონკრეტულ რეალობებთან და მოცემულობებთან, რომელსაც წინასწარ ვერ გათვლი. ამიტომ აქ საჭიროა დროც და ცოდნის, უნარების და კომპეტენციების და თეორიული ცოდნის გამოყენებაც. მე ესე ვიტყოდი, რომ დრო და კომპეტენციაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტ, მაგრამ აქცენტს ვაკეთებ დროზე, იმიტომ
რომ უნდა გაიაზრო და შეაფასო რა ტიპის რისკები ან შედეგები შეიძლება დაგხვდეს. მე მაინც ასე ვუყურებ, რომ ეს უნდა გავიაზროთ კარგად, როდესაც გადაწყვეტილების პროცესში ვართ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მზად ვართ, აი ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ და მერე უკვე მიდის რესურსი, მათ შორის დროითი, ცოდნითი და ფულადი იმის აღსრულებაში. ტრანსფორმაციის ორი ეტაპი თალსახად გამოყავი, რაც ახსენე. რა აღარ უნდა გავაგრძელოთ რისკეთება, რა უნდა შევცვალოთ და მესამე არის რა უნდა გავაკეთოთ სხვანაირად და ზუსტად ამ რესურსების შეფასება იძლევა მეტნაკლები პროგნოზირების საშუალებას. როდესაც ადამიანურ პოტენციალს აფასებ, პირველი საიდან იწყებ აუდიტს, რა პოტენციალი მიგანიშნებს იმაზე, რომ ეს ცვლილება წარმატებით შეიძლება განხორციელდეს ამ კონკრეტულ ორგანიზაციაში. პირველ რიგში არის, რა თქმა უნდა, თვითონ ორგანიზაციის სტრუქტურა და მართვის კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ქმნის მერე იმ გამოცდილებას, რომელსაც ვეყრდნობთ ხოლმე, ან მონაწილეები ვართ. კი. ხო, ამიტომ ეს პროცესები, სტრუქტურა, პირველი კულტურა, სტრუქტურა, პროცესები ძალიან საინტერესოა, მერე მოდის სკილები, უნარები და განწყობები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რა კი ჩვენ შეხება გვაქვს პირველ წყაროსთან კულტურის და ვისმენთ მესიჯებსაც და პროცესს და საუბარი და მსჯელობა ბევრ მესიჯს იძლევა ჩვენთვის, შესაბამისად მე რეკურჩება უკვე განწყობა და უნარები, კომპეტენციები, ადამიანები, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობენ. სხვათა შორის ხანდახან არის ხოლმე, რომ თვითონ კომპანიის აღმასრულებლებს აქვთ განცდა, რომ მათი გუნდი ამას ვერ შეძლებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ არა შეძლებს, ამიტომაც გჭირდება მონაცემები. მოდი ვცადოთი, რთული არის, მოდი ვცადოთი არ დაუჯერებენ კონსულტანტს. ამიტომ საჭირო არის, რომ კონდეს მონაცემები, რომ ამისი კომპეტენცია არსებობს. თუმცა მოდი ვცადოთ, ესეც არის, იმიტომ რომ ცდის გარეშე წარმოუდგენელია, რომ რაღაც შედეგი დადგეს. კი, არა, მოდი ვცადოთ ადამიანი მაშინ მოცემულობაში აღმოჩნდება მაშინ, თუ არსებობს ნდობაც, რომ მოდი ვცადოთ ის უკან სხვა რაღაცა ნაცადი ისინი დადგა. მე ასე მგონია, ჩემი სუბიექტური მოსაზრება ეს ახლა უცნობს ვერ დაუჯერებ ვერაფერზე, რომ გავყვე და მოდი შენ მენდე და აი სწორ გზაზე დაგაყენე. აქ შემოდის უკვე პირადი ბრენდის და ნდობის ფაქტორი. კი, არა, ნდობა არის ეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კაპიტალი არის. გნებავთ მენეჯერისა და თანამშრომელებს შორის ურთიერთობის დროს, გნებავთ კონსულტანტი მესამე მხარეებთან ურთიერთობის დროს. და ნდობა კომუნიკაციის გარეშეც არ გამოდის. წარმოუდგენელია. ბოლო 5 წლის განმავლობაში შრომის ბაზარზე ბევრი რამ შეიცვალა, ისევე როგორც მოხდა უნარების გადაფასება. ხშირად ვადევნებ თვალყურს შეძლების დაგვარად ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებ ხოლმე სხვადასხვა სტატიებიდან, სხვადასხვა სანდოწყაროებიდან, როგორ აღწერდი დღეს მაგალითად ახალ ტენდენციებს, იგივე red race, რასაც ეძახიან, ან ხაფანგები, სად არის ეს ხაფანგები დღეს, აი ამ ცვლილებებში, სად ხედავ პირადად, იქიდან რაც წაგიკითხავს, რაც პრაქტიკაში შეგხვედრია, ყველაზე დიდი ხაფანგები რა არის ორგანიზაციებში? ერთი რაც არის შრომის ბაზარი, ანუ აქ რას გულისხმობენ ხოლმე ყოველთვის ვეკითხები, ზოგი მოიაზრებს მარტო დასაქმების ბაზარს, ეს არა, ყველა ორგანიზაციას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი კულტურა და თავისი მიკრობაზარი, რომლებიც მე ამდით ფონს და სურათს ქმნიან ხოლმე ჩვენი ქვეყნისა ესეთი დიდი სურათი, არც თუ ისე მასშტაბურია და გამოცდილებები არც თუ ისე მრავალფეროვანია, ამიტომ აქ დავაზუსტებდი, ანუ ორგანიზაციების მხარეს საუბრობ შენც და არა მაგალითად რა ხდება დასაქმების ბაზარზე, ხომ ასეა? ორგანიზაციებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, თუმცა დასაქმების მხარეზეც გადავიდეთ. დასაქმების მხარეზე არ ვიცი, მაშინ იმას ორგანიზაციების მხარეს. გავმიჯნოთ ორგანიზაციების მხარეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში თუ რამე შეიცვალა და რამეზე არის მოთხოვნა, ეგ არის პროდუქტიულობის საკითხი
და თანამშრომლების ჩართულობის საკითხი, პროდუქტიულობა, იმიტომ რომ პანდემიის შემდეგ გარკვეულია ეს დისბალანსი არსებობს და გადაფასებებიც ძალიან კარგია რომ მოხდა, რამდენად ადამიანის ცხოვრება და იდენტიფიცირდებოდეს მხოლოდ მისი სამუშაო და კარიერული ცხოვრებით. შესაბამისად ორგანიზაციების მხარეს გამოწვევა პროდუქტიულობის გაზრდაზე და თანამშრომლების შენარჩუნებაზე პანდემიის დასრულებისთანავე გაჩნდა. მაგალითად სიგნალი, რომ ადამიანებს ურჩევნიათ ჰქონდეთ ჰიბრიდული სამუშაო გარემო ეს და დღეს ეს ძალიან ფასობს ყველა ის ორგანიზაცია, ვინც შეინარჩუნა ეს პოლიტიკა უფრო მეტად კარგ მოცემულობაში, ანუ კარგ გარემოს ადასტურებს ეს. უпроსტად კარგი დამსაქმებლის ერთ-ერთი სიმპტომი, ანუ მესიჯი რომ ჰიბრიდულია. მეორე, მაგალითად მოლოდინი იყო და მოთხოვნაც დასაქმებულებისგან, რომ ჰიბრიდული სამუშაო არ გულისხმობდეს მხოლოდ ფიზიკურ ლოკაციას და გულისხმობდეს კიდევაც თავისუფლებასაც გაანაწილოს სამუშაო თავისი ნებით და არა მაგალითად სახლიდან იმუშაოს, თუმცა სულ ხაზზე იყოს. ამიტომ ეგეთი ორგანიზაციებიც არსებობს, რომელიც ასეთ ჰიბრიდსაც აკეთებენ. ამიტომ ისინი კიდევ უფრო კარგ დამსაქმებლებად მოიაზრება. ესე იგი, კიდევ რო შევაჯამოთ, ჰიბრიდი არა მარტო ლოკაციით, არამედ სამუშაოს გრაფიკის და სამუშაოს განაწილების თვალსაზრისითაც ეს ძალიან კარგია და საჭიროა. ეს ავითარებს ადამიანს, არ უყურებენ ხოლმე ესე, მაგრამ ავითარებს, როდესაც ვიცი რომ რაღაცა კონკრეტული სამუშაოები უნდა გავაკეთო და ამ დროს მე გადავწყვეტ სახლიდან ან სხვა ადგილიდან, უნდა გადაწყვიტო რა დროს საკუთარ დროს როგორ გაანაწილებ, რა დროს მოახერხებ მუშაობას, რა დროს წაკითხვას ან განტვირთვას. ამიტომ ავითარებს თუნდაც. ანუ მთავარი არის შედეგი დაიდოს კომპანიისთვის და ის დასაქმებულმა საიდან როგორ და თავის რომელ დროში მოახერხა. კი ბატონო, და რანაირად მოახერხა ის ადამიანის ქცევას ცვლის, ამიტომ განვითარებას ვიტყოდი. ხო, აქვე პატარა დანართი, სამწუხაროდ ჩვენ არ საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ მეტი კონტროლი, მეტი სისტემურობა, მეტი სტრუქტურირება ადამიანის უნარებს უფრო ამარტივებს და ასუსტებს, ვიდრე ავითარებს. მეტი თავისუფლება ადამიანს უფრო მეტ პასუხისგებლობასაც კიდებს და შესაბამისად უფრო ავითარებს. ეგ არის. ნამდვილად გეთანხმები. ესე იგი, ეს პროდუქტიულობა ჰიბრიდზე, შემდეგ გაჩნდა პროდუქტიულობის ამოცანა იქიდანაც, რომ გაიზარდა დატვირთულობა, ეს ფინანსური ნაკლები ფინანსური შემოსავალი, რაც თითქმის ყველა ინდუსტრიამ, თითქმის კი არა ყველგან განიცადა და ყველა ინდუსტრიამ განიცადა პანდემიის დროს, ორგანიზაციების ესეთი რეაქცია იყო ბუნებრივი და გაგებადი, რომ ცოტა კი არა კარგად მეტი უნდა მივიმუშაოთ, რომ იმ ნიშნულზე დაბრუნდეთ და ასეც საუბრობენ ხოლმე, ვადარებთ, დღემდე ვადარებთ, მაგალითად პანდემიამდე პერიოდი რა იყო და მერე რა მოხდა. ამიტომ ეს არის კარგი სიგნალი, რომ დამაჯერებელი იყოს თუნდაც ჩემი ნათქვამი მოსაზრება პროდუქტიულობაზე მოთხოვნა გაიზარდა. შესაბამისად ადამიანების დატვირთულობა გაიზარდა ორგანიზაციებში, პლუს ამას ცვლილებების დინამიკა, ანუ შეიძლება ამოცანების სწრაფად შეიცვალოს, ესეც გაიზარდა, რამაც გამოიწვია ადამიანების გადაღლა და ორგანიზაციებმა ნახეს, რომ ბევრი არა, მაგრამ არც თუ ისე უმნიშვნელო რაოდენობა ადამიანების ორგანიზაციიდან წავიდა გადატვირთულობის და გადაწვის გამო. ბევრია ჩემს გარშემო ესეთი მაგალითიც. შესაბამისად, ამოცანა დადგა ესე, როგორი უნდა იყოს ჩვენი მართვის პროგრამები და კულტურა, როდესაც სამუშაო ძალის დეფიციტს ვუყურებთ რეალურად დასაქმების ბაზარზე, ვუყურებთ თანამშრომლების გადაწვას და გადაღლას და აქედან გამომდინარე გაჩენილ мотивაციას, რომ წავიდეს და სახლიდან როგორც კონსულტანტი თუნდაც ეს გავრცელებულია ესე ემუშაოს ორგანიზაციას, ანუ თვითონ გადაწყვიტოს რა გააკეთოს და მესამე არის ის ადამიანები, ვინც ორგანიზაციაშია, როგორ უნდა გავზარდოთ ამ ადამიანების
პროდუქტიულობა ისე რომ არ გაგვექცნენ და მათი გადაწყვეტ არ მივიღოთ. ამიტომ პროდუქტიულობა არის ის ამოცანა, რომელიც 5 წლის განმავლობაში და დღემდე არის საკმაოდ კომპლექსურ ამოცანად. შემდეგ წამოგვეწია ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც მე ვიტყოდი, უტრირებისა და დრამატიზების გარეშე ძალიან მოწყვლადი გახადა ყველა და ცოტა კი არა და ხშირად არც თუ ისე ერთგვაროვანი პრაქტიკები და გამოცდილებები მესმის ორგანიზაციებიდან და შესაბამისად ახლა არის ესეთი კიდევ ამოცანა პროდუქტიულობის გაზრდისა, რომ მივცე ჩემს თანამშრომლებს ამ ტექნოლოგიის გამოყენების საშუალება თუ ავკრძალო, თუ საშუალებას ვაძლევ, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული და ეთიკური გამოყენება. და რა თქმა უნდა მე მოდის კიდევ კითხვა, მაშინ როგორ უნდა გავიგო თუ რა უნდა იყოს ჩემი თანამშრომლის პროდუქტიულობა თუ ამ ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას მივცე. სამწუხაროდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უფლება თუ პრაქტიკა ჩვენთან არათანაბარია. ფინანსური ინსტიტუტები ძალიან დროულად და პროგრესული ამათთან მართვის კულტურები მიხვდნენ, რომ ეს უნდა გამოვიყენოთ და საკუთარ ხელოვნურ ინტელექტზეც მუშაობენ და პოლიტიკებს ქმნიან, რას ნიშნავს ეთიკური გამოყენება და როგორ გამოვიყენოთ და რა არის ის ამოცანები, რომელიც მათთან ერთად უნდა შესრულდეს და მე გამოცდილება კიდევ გვაჩვენებს, რისი ავტომატიზირება შეიძლება, დანარჩენ შემთხვევებში არათანაბარია ჩუმად იყენებენ. ისევე როგორც ეს ჩუმად გამოყენება ძალიან მეცნო, იმიტომ რომ ბევრ კომპანიაში ინტერნეტის გამოყენების უფლებასაც კი არ აძლევდნენ თავის დროზე ადამიანებს არასამსახურებრივი მიზნებისთვის, მაგრამ მაინც ყველა იყენებდა. ხო, აი ეს არის. ეხა ეს რასაც კითხო რა გამოწვევებსაც უქმნის პროდუქტიულობას არის ეს, რომ რაც აკრძალულია იმის მიმართ ინტერესი სულ იყო და იქნება. შესაბამისად თანამშრომელი გამოიყენებს და როდესაც გამოიყენებს ამას ეს მის უნარებზე არის მე როგორ დამოკიდებული რაში დაეხმარება ან რაში ხელს შეუშლის რომელი კუთხითაც არ უნდა შევხედოთ აკრძალვის დროს პროდუქტიულობამდე მივდივართ. შეიძლება გაზარდოს, შეიძლება შეამციროს, შეიძლება შეცდომების რისკი გაზარდოს. ხვდებით, ამიტომ ეს ყველაფერი მაინც მიდის შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. ამიტომ მე მგონია რომ უნდა არსებობდეს მისი გამოყენების პირიქით წახალისებული იყოს. წახალისებული პროცესები. დაშვებული მაინც იყოს. კი, აი დაშვებული უფრო კარგი სიტყვა, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ მე კიდევ უფრო კარგად გავიასროთ, როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიის, ინტერნეტ ტექნოლოგიის ინტერნეტს აღარ საუბრობთ, ანუ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით პროდუქტიულობის გაზრდა, იმიტომ რომ ესეთი ჩემი საყვარელი, ერთ-ერთი საყვარელი მწერალი არის ისტორიკოსი, ბიჰევიორისტი და ბევრი ტიტული აქვს. ნოა ჰარარი, რომლის ძალიან საინტერესო ის ვნახე, რა ქვია მაგას ქარდი თავისი გამონათქვამით, რომ თანამედროვე პერიოდში 90% ადამიანების პოპულაციის 90%-ის 90% ნათქვამი ხელოვნურ ინტელექტს ეკუთვნის. ესეა. თუ დააკვირდები, ანუ LinkedIn-ზე ძალიან ბევრი გამართული ტექსტი ხდება. ზედმეტად გამართული ტექსტი, რომელიც უკვე არაბუნებრივია. ხო, ხვდებით, ანუ ეს სხვა შორის მე გამოკითხვა გავაკეთეთ ჩვენ და ბევრი იყენებს პერსონალური ბრენდინგისთვის. რატომაც არა? უბრალოდ მათ შემოდის მე უკვე აი მე რაზეც საუბრობ. ავთენტურობა შემოდის მე სად იკარგება ხელოვნური და რა არის ბუნებრივი. მედია საუბრისას აღნიშნე პროდუქტიულობა. პროდუქტიულობა არის ის, რაც უნდა ყველა დამსაქმებელს თავისი თანამშრომლისგან. იმისთვის, რომ ამ პროდუქტიულობამ შექმნას შესაბამისი დოვლათი და შესაბამისი ფინანსური მოგება მოუტანოს კომპანიას. ადამიანებს კი უნდათ, ესეთი პარადოქსულად, მეტი თავისუფლება, თავისი დროის უკეთესად გამოყენება, მეტი ჯანმრთელობა, მეტი სიხალასე. აქ თაობებს შორისაც არის აცდენა, ვის რა ესმის თავისუფლებად და წარმატებად, მილენიალების, ჯენზის, X თაობის და ახლა უკვე ალფასიც. ყველას აქვს განსხვავებული მოტივატორი და შესაბამისად განსხვავებული დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ. ანალოგიურად სხვადასხვანაირად პროდუქტიულები არიან.
რა არის ის პირველი სიგნალები, რომელიც დამსაქმებელმა და HR-მა უნდა შენიშნონ ამ ადამიანების სამოტივაციო სისტემებისთვის და მათი მეტი პროდუქტიულობისთვის და მეორე მხარეს რა ტენდენციებია თვითონ ამ თაობების მხრიდან სამსახურთან და მუშაობასთან მიმართებაში. იგივე მაგალითად ეს job hugging-ი იქნება ეს ქართულად როგორ არის სამუშაო შენარჩუნების სურვილი, იგივე სტაბილურობის მიზნით, ან პირიქით რომ გადავიდეთ თქვათ იგივე ადამიანების სურვილებზე პროფესიისა და კარიერის ცვლილების. ორ ნაწილად რო გავყოთ. ჩემი აზრით პროდუქტიულობა უფრო არის ის თემა, რომელიც ორგანიზაციამ უნდა გაასწოროს თავის წარმოდგენაში და არ გულისხმობს, რაც შეიძლება ბევრი ამოცანით დატვირთოს ადამიანი, რომ რაც შეიძლება არარაციონალურად იმუშაოს. აქედან გამომდინარე, ჯერ ორგანიზაციების მხარეს, აი ეს თუნდაც ტექნოლოგიები მაგიტო ვახსენე, ორგანიზაციების მხარეს იქნებოდა ძალიან კარგი საკვლევი თემა თითოეული თანამშრომლის დონეზე, ან მაგალითად რაღაც სასურველი განყოფილების ამ მიმართულების დონეზე, რა არის ეს კოეფიციენტი, როგორც გამოითვლება ხოლმე რაღაც სასურველ პერიოდში თანამშრომლებზე დავალებული ამოცანები თუ პროექტები და დავალებული ამოცანები, მაგრამ ყველაზე მარტივია მათი დასრულების ვადები და შედეგები რაოდენობრივი, ხარისხობრივი მისაღები იყო თუ არა. რაც უფრო მეტად დატვირთულია თანამშრომელი ბევრ ამოცანაშია ჩართული, ასეთი მოსაზრება არსებობს კომპანიების მხრივ, რომ პროდუქტიულობას გაზრდი. მაგრამ ეხლანდელი გადმოსახედიდან რაც უფრო რაციონალურად არის დატვირთული ადამიანი, რაციონალურობა გულისხმობს იმას, ბევრი კი არა შესაბამისი. იმ უნარებთან და კომპეტენციებთან შესაბამისი და პლუს ამას სტრუქტურირებული შეიძლება არ დავარქვათ, მაგრამ აი თითქოს პორტფოლიო, ანუ პროექტული ეს ანუ მე როგორც მესმის, ჩართულობა არის სხვა და დატვირთულობა არის სხვა. ჩართულობა სხვა რამეა, დატვირთულობა სხვა რამეა. ამიტომ, როდესაც საუბრობთ აი ამ პროდუქტიულობაზე, რომ უფრო მეტი ამოცანები უნდა მივცეთ და უფრო მეტად დაიტვირთონ, შესაბამისად, აი წეგან რაზეც საუბრობდი, ეს უფრო მეტ არასწორ ნიშნულამდე მიგვიყვანს. ამიტომ პროდუქტიულობის გაგება ორგანიზაციების მხრიდან გასასწორებელია, ვიტყოდი თავისუფლებას მივცე, მაგრამ წარმოდგენა უნდა შეიცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც თქვით, რაციონალური ამოცანების შესაბამისობისა და თუნდაც ესეთი ცოტა ესეთი დინამიური პროცესი რო გახდეს, მონაცვლეობა ამოცანების დასრულ და მეორეზე გადავიდა და არა ყველა ერთბაშად და ყველა პრიორიტეტულია, ეს ერთი. მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში HR პროგრამები, ანუ ის პროგრამები, რომლებიც ადამიანის ენერგიის აღდგენაზე და უნარების გაძლიერებაზე იმუშავებს, ბალანსში უნდა იყოს ამასთან ეს. რასაც გულისხმობ არის შემდეგი, ანუ მე იმდენი სამუშაო მაქვს, რომ ტრენინგზე დასასწრებად აღარ მცალია, ეს გამორიცხული არ მუშაობს, პროდუქტიულობას ვნებს. ხო, ანუ პროგრამები, ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ისეთი პროგრამები თუნდაც ჰიბრიდი, ეს შეიძლება იყოს მაგალითად თუნდაც რაიმე მაილსტოუნ, ანუ კონკრეტული ამოცანის დასრულების შემდეგ ერთი day off-ი რომ ძალა აღიდგინოს, რაციონალური მაგას გულისხმობს, ანუ კი არ დაასვენო, ანუ სწორად ამუშავ, რაციონალურად ვადები, ინტენსივობა, დასვენება, ზრუნვის პროგრამები, ესეთი ის რო წარმოვიდგინეთ. რა თქმა უნდა შეიცვალოს შეღავათების პროგრამის ჩამონათვალი ორგანიზაციებში მოძველებულია განახლება სჭირდება. აქ ასევე სასურველი არის მაგალითად იგივე აი ეს დისციპლინარული რაღაცების გადახედვაც რამდენად დღეს შესაძლებელია ხელვის გარეშე ზუსტადაც საათზე გამოცხადდე ოფისში სატრანსპორტო დატვირთულობიდან გამომდინარე და ხო არ შეიძლება გამოთავისუფლონ ცოტა ესეთი შემსუბუქება ამისაც რომ 10-დან 11-მდე რომ ადამიანი არ მივიდეს გაღიზიანებული, განერვიულებული, რაც მის შრომის უნარიანობაზე აისახება. ანუ რო შევაჯამოთ კომპანიის მხარეს, დამსაქმებლების მხარეს პროდუქტიულობის გაგება სჭირდება განვითარება.
ეს ამნიშნულობა. რაც შეეხება დასაქმებულების, ანუ სხვადასხვა თაობის აღქმას, რა არის პროდუქტიულობა, ყველა თაობა დარწმუნებული ვარ, მარტივად გიპასუხეთ, შემქონდეს უნარი, ენერგია, თავი, ამ ესე გაკეთების. მაგიტომაც არის ხოლმე, რომ მე მოდის ზუსტად ისეთი მესეჯები, რომ უნდა მქონდეს work life, ანუ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი. კი, სახლშიც ესე, აი, რომ არ ვისაუბროთ ახლა სამსახურზე და მე თანამშრომელსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობაზეც, ადამიანების სახლში თუ ყველაფერს ერთდროულად გავაკეთებთ და ესევე მუშაობთ, ძალიან დავიღლებით და თუ განაწილდება, სასიამოვნოც იქნება ეგ პროცესი და სხვანაირადაც შეიძლება გავაკეთო ის რაღაცა სახლის საოჯახო საქმეები, რომელიც ჩემი გასაკეთებელია და ერთბაშად ყველაფერს არ ვაკეთებთ. ერთბაშად გაკეთების დროს ბევრი შეცდომაც მოგდის, გაღიზიანებულები ვართ, დაღლილობისგან გამომდინარე. ენერგიის გამოცლა საკმაოდ რთულია, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ბევრი რაღაცა უნდა მოასწროს, რაღაცა კონკრეტულ, შეიძლება კი არა და ხშირად მოკლე ვადაში, მისი ღელვის ის იმატებს და შესაბამისად უკვე აქვს დასაწყისშივე ამ მომცანების გამკლავებისთანავე სტრესი. სტრესსაც თავისი დოზა აქვს, რომლის იქითაც უკვე ადამიანი უბრალოდ არაპროდუქტიული ხდება. მე სულ მაინტერესებს რა არის სტრესის ის ოპტიმალური დონე, რომელიც პოზიტიურად დაბუსტავს ჩემ ენერგიას. და სადმე გაგიტესტავს? არა, ეგ ძალიან ინდივიდუალური მგონია. სხვათა შორის იგივე პროდუქტიულობაზე, იგივე მაგალითად ჩართულობაზე, იგივე მაგალითად ადამიანების ემოციების გამოვლენა ქმედებებზე, მაგის გასაზომად არსებობს ხალხის ანალიტიკა, ანუ ანალიტიკა ადამიანურ რესურსებში, იმიტომ რომ ეს არ არის მაგალითად მეტრიკები, რამდენი წავიდა და რამდენი დარჩა და ამაზე მოახდინა ის. ეს აბსოლუტურად განსხვავებული არის, აი როგორც რო ამობენ ხოლმე, რომ ის Facebook-ი ისმენს და რაღაცებს თავსობს, აი დაახლოებით ესეთი მონაცემების შეგროვება და მუშაობა ადამიანებზე. დიდი მონაცემების ანალიზი და არა მხოლოდ კონკრეტულ KPI-ზიან, რომ კონკრეტულ მეტრიკაზე უშუალოდ მივიმოდე. ამიტომ მანდ ეს მონაცემების შეგროვება და გაანალიზება და მე კავშირების დაჭერა და ჰიპოთეზების გატესტვა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უკვე ახსენე იქიდან გამომდინარე პროდუქტიულობასთან მიმართებაში მე როგორც მესმინება კომპანიებისთვის, ორგანიზაციებისთვის ესეთი რეკომენდაცია გაქვს და გვაქვს ცხადია HR-ებს, რომ შეიცვალოს და გადაიხედოს ის სისტემები, რომლებიც უკვე ცოტა მოძველებულია, ცოტა არა ძალიან მოძველებულია, მათ შორის წახალისების სისტემები, მოხდეს სტრუქტურის მიმართაც და სამუშაოს დატვირთვის მიმართ რაციონალური დავალებების გაცემის და მერე ჩაბარების და უკავშირის დაბრუნების ასეთივე რაციონალიზაცია, ამაზე მოხდეს ფოკუსი და HR იყოს ფოკუსირებული არა მხოლოდ რაზე მუშაობენ ადამიანები და როგორ, არამედ როგორია მათი ცხოვრების ხარისხი, როგორია ზოგადი კლიმატი კომპანიაში. მათ შორის, რაც მაინტერესებს ზოგადად კონკრეტულად HR-ებისთვის სიგნალი, რაც არის და რაზე გაამახვილონ ყურადღება შეიძლება და ბევრი ანალიტიკას არ აწარმოებს, ან ამ ფორმით არ აწარმოებენ. ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, ახსენე ასევე პროექტული დატვირთვა, რომელიც ეს პროექტულობა უკვე ისედაც, ხო, ეს ანალოგი ისედაც ხშირად მსმენია გამომდინარე იქიდან, რომ პოსტებსაც რო ვკითხულობ, რომ იცით რა, ერთი პროექტი დავამთავრე და ახლა ერთ ორს კიდევ ავიღებდი. ტენდენციაც ესეთია, რომ მათ შორის ფრილანსერებში ტენდენცია, რომ რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობენ. აუთსორსზე დღითიდღე მეტი გადის, ხო, ხედავთ ახლა რომ ადამიანური რესურსები ბევრგან არის აუთსორსზე, ბუღალტერია ბევრგან გავიდა, იურიდიული მომსახურებები გასულია და ეს ადამიანები უფრო მეტად ფრილანსზე გასულებით შესაბამისად, ანუ თვით დასაქმებულები პროექტულად მუშაობენ. როგორი გავლენა აქვს ამას, ეს ტენდენციას რომ მივადევნოთ თვალი, შუარგოლი იარსებებს თუ ეს უკვე ფრაქციულობა დადგა ჩვენს ქართულ რეალობაშიც? რო დავაზუსტო, ესე იგი, პროექტეული სამუშაოები აუთსორსზე მომუშავე ადამიანებზე, ამას ეს არის კითხვა, ამას ეხება, ანუ აი როგორი გავლენას მოახდენენ? ერთი რომ აუთსორსზე როგორ გავლენას მოახდენს ეს პროექტები და მეორე
ეს პროექტული მუშაობა გამომდინარე იქიდან, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, შუა და მაღალ რგოლზე არა, როგორ შუა და გავლენას მაღალ ახდენს? რგოლის მენეჯერებზე გავლენა პროექტული სამუშაოებით რთული იქნება კავშირების დაჭერა და შექმნა. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. ყველა ორგანიზაციაში თითქმის ყველა ამოცანა პროექტია და ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ერთი ორგანიზაციაშიც კი ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებულია, შეიძლება იყოს HR-ის რაღაცა კონკრეტული ამოცანა, პროექტი, რომელშიც მონაწილეობდეს მინიმუმ 5 ან შეიძლება მეტი განყოფილება, შეიძლება თუნდაც ესეთი ყველაზე ესეთი კონტროლირებადი და ეს რომელიც კანონთან შესაბამისობაში ბუღალტერის რაღაცა პროექტი იყოს ბუღალტერულ აღრიცხვაში, ხო, იქაც მონაწილეობდეს თუნდაც ან იურიდიული ან HR-ი, ასე რომ კროს-ფუნქციური გახდა ნებისმიერი ამოცანა ნებისმიერ ორგანიზაციაში. ეს რა გავლენასაც ახდენს ადამიანების მუშაობაზე და პროცესზე, მაგიტომ ვამხსენეთ ზეგან პროდუქტიულობა. როდესაც მონაწილეობთ ესეთ პროცესებში, როგორც დასაქმებულები, ხომ, შესაძლებელია რომ ბევრ ასეთში მონაწილეობდეთ და ამიტომაც არის თქო რაციონალური დატვირთულობა დღეს მისაღწევი ამ წერტილამდე მისვლა რთულია, მაგრამ ძალიან კარგია. ჩემი კომპეტენციებიდან გამომდინარე, აქვე ეს უნდა თქვათ და მე მაგიტომაც ვახსენე, რომ ვინაიდან დღეს ბევრ ორგანიზაციაში თითქმის ყველაფერია ესე კროს-ფუნქციონალური პროექტები არის, უნდა არსებობდეს განახლებული ადამიანური რესურსების მართვის განახლებული სხვადასხვა პროგრამები, რომ ენერგიის აღდგენა მოახდინოს ადამიანმა და მისი ანაზღაურებაც სამართლიანი იყოს. ფულადი და არაფულადი, ფულადია, არაფულადი არის მხარდაჭერა სწავლებაში, განვითარებაში, დასვენებაში, ზრუნვაზე და ზრუნვაში და ესეთი გაცილებით მნიშვნელოვანი კი ბატონო. უფრო გრძელვადიანი ეფექტი. უფრო მეტ ინვესტიციასაც მოითხოვს. ხო, ეს არის პროდუქტიულობა ორგანიზაციაში და პროექტული, ანუ ყველა სამუშაო, თანამედროვე ადამიანების სამუშაო აღწერილობა ეგ არის პროექტების ჩამონათვალი, ამიტომ რომ პორტფოლიო აღწერას ვეძახი, ეს ჩემი შექმნილი ტერმინია და ძალიან მომწონს. რაც შეეხება აუთსორსზე მომუშავე ადამიანებს, ისინი ყოველთვის პროექტებია მათი სამუშაოები და პროექტულად მუშაობენ. ეხლა ეს აუთსორსზე მომუშავე ადამიანების გავლენა მენეჯერებზე და აღმასრულებლებზე ნაკლებად, მაგრამ არა შეიძლება იქაც აღმასრულებელს ერთადერთი რაც არის, ასეთ აუთსორსზე მომუშავე ადამიანების მართვა უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. რაც უფრო ხშირად და ინტენსიურად გადის პროექტზე, აუთსორსზე პროექტი, ეს გულისხმობს, რომ ის ნელ-ნელა შეიძლება სხვადასხვა შემსრულებელი ყავდეს, მაგრამ აუთსორსზე გატანილი სამუშაოები არ ნიშნავს, რომ სრულად არ უნდა მქონდეს რაღაცა, უბრალოდ ნაკლებად უნდა მივაქციო ყურადღება და გუნდზე უნდა ვიყო ფოკუსირებული, აუთსორსზე გატანილი სამუშაოები ხშირად გულისხმობს იმას, რომ აუთსორს მენეჯმენტი არის და მენეჯმენტის უნარი, უბრალოდ მართვის უნარები, ცალკე პასუხისმგებლობა მენეჯერისთვის, კომუნიკაცია, შეხვედრები, ერთობლივი განხილვა, სტეიქჰოლდერები, ვინ არიან კომპანიის მხარეს ხშირი ინფორმაციის გაცვლა არა მხოლოდ რა კეთდება და როგორ დასრულდება, არამედ როგორ გავაკეთოთ ერთობლივად, რაც დღეს საქართველოში თითქმის არ არსებობს და ძალიან საშინელი ეს არის ეს რეალობა, ცუდი რეალობა საშინელი, ცოტა ზედმეტ ცუდი რეალობა, საშინელი ხა რატომაც წამს და არის ეს ხარისხს აუარესებს მე აი ამ შედეგის, რომელიც კომპანიამ უნდა მიიღოს, კომპანიისთვის არის ეს სარისკო და საშინელი. მე როგორც მესმის ერთი რო ხარისხობრივად დროსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს კომუნიკაცია ცოტა დროს არ საჭიროებს და მეორე პასუხისმგებლობა აი ეს ownership-ი რაც არის, ანუ კომპანიის მხარეს მეტია ეს, იცი რატომ გეკითხები? კომპანიის მხარეს მეტი უნდა იყოს. ცხადია რომ მეტი უნდა იყოს. გამაქვს, ეს არ ნიშნავს მე მოგეცი და შენ რაც გინდა ქენი.
ჩემი მოსაზრება, რომ აი მე აუთსორსზე მოგეცი და შენ ხო გქვია აუთსორსზე მომუშავე ფრილენსერი ან კონსულტანტი ან რაღაცა და შენ გააკეთე, ეს ჭარბობს, რომელიც ისე მე მაზარალებს. როდესაც კომპანიას აუთსორსზე გააქვს რაღაცა, ამ გადაწყვეტილების უკან არის სისწრაფე, ფასი და ხარისხი. სამივე სარღვევს თუ თავარი სტეიქჰოლდერის განცდა მხოლოდ ის არის, ხო მე ხო დაგავალე და შენი დამკვეთე ვარ. მაგრამ როდესაც ownership-ი ჩემთან არის, სტეიქჰოლდერიც ვარ და მე მაინტერესებს როგორ კეთდება კი არა მხოლოდ, უბრალოდ როდის დასრულდება კი არა. ხო, რა ისინია გამოწვევებია, ადაპტაციას ვაკეთებთ თუ არ ვაკეთებთ, რაღაცა ჩვენი გადაწყვეტილების ამოცანა სირთულე სადა აქვს და რას ვგეგმავთ, როგორ მივდივართ, ეს ისევ დამკვეთისთვის, ანუ კომპანიისთვის იქნება საზარალო. ეს წარმოდგენა, რომ მე აუთსორსზე მივეცი და კომპანიას, ანუ აუთსორსზე მომუშავე ან კომპანიას ან ინდივიდს მარტო ვადებზე უნდა ველაპარაკო, ჩემი აზრით არასწორია. მე მაგალითად აუთსორსზე რამე გამაქვს და არ გამაქვს ხოლმე ცოტა რაღაცეები. სულ კომუნიკაციაში ვარ. ეხლა რას ვფიქრობ, მოდი ესე ხო არ შევცვალოთ, ესე ხო არ ჯობია, მოდი აბა მათ ჩვენ რა შედეგებით შეიძლება გავიდეთ ამაზე. ეგ არის ცოცხალი პროცესი. ხიბლი ამას აქვს აუთსორსზე მუშაობის ხიბლი ეგ არის, რომ მის ექსპერტიზას მე ვიყენებ აი რაციონალურად და ოპტიმალურად. აი ამ რაციონალური და ოპტიმალური გამოყენებიდან თანამშრომლებიც ზოგადად ადამიანებიც ცდილობენ საკუთარი ენერგია, საკუთარი ადამიანური რესურსები, საკუთარ თავსვე ასევე რაციონალურად და ოპტიმალურად მოახმარონ. და ამ ბოლო დროს ესეთი ტერმინი, რომ შემოვიდა შესაბამისი გარემოებიდან გამომდინარე, მინიმალური დატვირთვით მუშაობა ამან ჩაანაცვლა თუ რამე გავლენა იქონია quiet quitting-ზე თუნდაც ეს ფარული ჩუმი წასვლა. მინიმალური დატვირთვით მუშაობის უკან არის ტექნოლოგიები, სამუშაო ტექნოლოგიები, რომელიც ჩემ ჩართულობას ნაკლებად მოითხოვს, რომელსაც ძალიან მაღალი ექსპერტიზა სჭირდება ადამიანის მხრიდან. ვინც ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლის მხრიდან. რაც შეეხება წასვლას, მინიმალური დატვირთვა, ეს არის უკვე კულტურისა და ურთიერთობების ამბავი, როდესაც მე არ მომწონს ორგანიზაციის ორგანიზაციული კულტურა, კლიმატი, ანუ თუ აკეთებენ გამოკითხვას, კლიმატს არ აღვიქვავ კარგად, ორგანიზაციული კლიმატის კვლევა ასეთი არსებობს. და შესაბამისად, იმიტომ რომ არ მომწონს, იმიტომ და არ მოწონების მიზეზები ინდივიდუალურია, მაგრამ კლასტერდება ხოლმე, შეიძლება იქ იყოს ურთიერთობა, აი თუნდაც დატვირთულობა, ანაზღაურება და ასე შემდეგ. რო არ მომწონს შესაბამისად, ვიმუშავებ იმ დადგენილ საათებში და იმ გამოზომილი ძალისხმევით, რაც მიმაჩნია, რომ ასეთ დამსაქმებელს უნდა მოვახმარო. გამომდინარე იქიდან რომ არ მომწონს მინიმალური დატვირთვით მუშაობა. ეს სულ არსებობდა ადრე. ადამიანებს როცა რაღაცეები არ მოგწონთ რა შუაშია უკაცრავად, ვეცდებით რომ თავიდან ავირიდოთ, ხო ესე? სამაგიეროდ პროფესიონალიზმიც აღნიშნე და ის სხვა არის. ხო, ანუ არ მოწონებისას მინიმალური მუშაობა სხვა. არ მომწონს და მინიმალურად მუშაობ და მეორე არის რომ მაქვს განვითარებული პროგრესული სამუშაო ტექნოლოგიები, სუპერ პროფესიონალი ვარ და ვიცი ჩემი მინიმალური დატვირთვით ეს ტექნოლოგიები როგორ გამოვიყენო. აი მაგალითად ხელოვნური ინტელექტს ყველაფერი ვაკეთებინო და მე ისევ ჩემი გასაკეთებელი გახდა თუ რა არის ეს ამოცანები, რაც იმას უნდა მეც. რაც შემიძლია რომ ეს სხვა გადავაბარო. მინიმალური. ამიტომ კეთდება ამ ხელა ინვესტიციები ხელოვნურ ინტელექტში და ეხა ხო მოდის უკვე ისმის ეს ყურადღების მისაქცევად მესიჯები, რომ აი მაგალითად ეხა ილონ მასკი ამბობს, რომ საერთოდო მომავლის და თანამედროვე ადამიანმა აღარც უნდა იმუშაოს. Self-driving car რატომ მოსწონთ ადამიანებს? მინიმალური ის ჭირდება ხო? მას რა ქვია, ავტომობილის ყურადღება, თუმცა მე მგონია რომ ენერგიის აი მანდ არის, ეგ კარგი გამახსენდა, ამას წინათ ვიმგზავრე
ტაქსი იყო Tesla და ძალიან კარგად იცოდა, როდის ყოფილიყო მისი ყურადღება ნაკლები, როდის მეტი. ისე მომეწონა საუბარიც გავაბით მე ამაზე. ზუსტად მანდ არის, რასაც მე რასაც საუბრობდი, ზუსტად მანდ არის, მანდ ჩანს, ანუ იმ ჩემი მესეჯის შინაარსი. მე თუ ის ჩემი საქმე კარგად არ ვიცი, შეიძლება ყველაფერი ავტომატიზირებულს გადავსცე და გახდეს დიდი პრობლემა და როდესაც საქმე კარგად ვიცი, რომ მაგალითად როდესაც გზაც არიელია მინიმალური ყურადღებით, ანუ რუტინული სამუშაოები რო წარმოვიდგინოთ, გზაც არიელია, არაფერი საფრთხეა და შემიძლია რომ სტანდარტული სიჩქარით ვიარო, ტექნოლოგიას მე აქვს. აქედან გამომდინარე, ისევ ჩემ მოსაზრებას დაუბრუნდები, როდესაც მინიმალური დატვირთვით მუშაობაზე პოზიტიური საუბრობთ, ეს გულისხმობს, რომ სამუშაო ტექნოლოგიები და ჩემი ექსპერტიზა ჰარმონიაშია. ვიცი როგორ და რისთვის და რანაირად გამოვიყენო, რაც ძალიან კარგია. როდის დავადელეგირო? კი ბატონო, ინტელექტი იქნება თუ search-ი მის ინტერნეტში, ინტელექტი ხელოვნური და ინტერნეტი, რაცაც ვიყენებდით, რომელიც აღარც არსებობს ხელოვნური ინტელექტით კეთდება ყველა search. და როდესაც მეორე ნეგატიური გაგებით, როცა არ მომწონს, თავს მუშაობით არ მოვიკლავ. როცა დამსაქმებელი არ მომწონს, თავს მუშაობით არ მოვიკლავ. წავალ 6 საათზე და კომპანიის მხარეს მოლოდინი, რომ და იყო მოტივირებული თვით, დარჩე კიდევაც სამუშაო საათების შემდეგ, ეს აღარ არის. შესაბამისად გაჩნდა ტერმინი, რომ ჩუმად წავალ. მადლობა ძალიან ისეთი მკაფიო განმარტების და გამიჯვნისთვის. სხვათა შორის საუბრის დასაწყისში არ აგვინიშნავს საერთოდ პროფესიის ცვლილებასა და კარიერის ცვლილებას შორის რა სხვაობა. წასვლის თემაზე ორგანიზაციიდან საერთოდ ინდივიდებზე, ცალკეულ ინდივიდებზე რო გადავინაცვლოთ, იმიტომ რომ ხშირად მესმის საკმაოდ პროფესიის ცვლილებაც, კარიერის ცვლილებაც, როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ჭრილში. თუ ესე შავ-თეთრად და მონოქრომულად არ წარმოვიდგენთ მაგ თემას, არიან ადამიანები, ვისაც ეშინია ცვლილებების, არიან რომელსაც პირიქით უნდა ეს ცვლილებები და მონდომებულია, ორივეს აქვს თავის ასე ვთქვათ, დადებითი და უარყოფითი მხარეები. ისევე როგორც თვითონ რუტინას, რომელიც სიტყვით მნიშვნელობით არ მოსწონთ ადამიანებს, მაგრამ სწორედ რუტინა არის ის ნებისმიერ საქმეშიც და ურთიერთობაშიც, რომელიც ენერგოეფექტურია. ანუ ეს პროცესების დახვეწაც და ბევრი მუშაობა განმეორებითი ერთი და იგივე საკითხზე და სისტემური მიდგომა ზუსტად მაგ რუტინისთვის არის საჭირო, რომ შემდეგ ადამიანის გონებრივი და კრეატიული პოტენციალი ზუსტად განვითარება, რასაც კიდევ უფრო მეტად ჭირდება, იქეთკენ მიემართოს. ნუ ესეც ციკლურია, რა თქმა უნდა, რაღაცას რო განავითარებ, მე ისევ რუტინა უნდა ჩაერთოს, იმისთვის რომ ისიც დაიხვეწოს და რაღაც კონკრეტულ სტანდარტში ჩაჯდეს. რო დაუბრუნდე ამ ცვლილებებს. ერთი, რომ ძალიან გასაგებად და სამომხმარებლოდ რომ ვთქვა, ჩვენთვის პირადად კარიერას და პროფესიას შორის ესეთი სხვაობაა. კარიერა არის მაგალითად ცხოვრებისეული გზა და ხან ამ ტრაექტორიაზე ხან მთას ავირჩევთ, ხან ბარს და ხან ზღვას და დავდივართ ჩვენი ჩემოდნით და პროფესია არის ზუსტად ის ჩემოდანი, რომელშიც სხვადასხვა ინსტრუმენტებს ვალაგებთ იმის მიხედვით ამ კარიერის გზაზე, რა გვჭირდება და როგორ. ხან პროფესიის ცვლილებაა საჭირო, ხან კარიერის და ხან ორივე ერთად. ერთ-ერთ პოსტში ახსენე, როგორ ცვლის იდენტობა პროფესიის ცვლილება, როგორ ცვლის იდენტობას. პროფესია, ჩემი აზრით, ცოტა განსხვავებულია. პროფესია მოითხოვს ძალიან დიდ ინვესტიციას ადამიანისგან, რომ დახელოვნდეს. ამიტომ მისი ცვლილება მარტივი და მსუბუქი არ არის. შესაბამისად, პროფესიის ცვლილება ეს არის ძალიან როგორც ვთქვათ, ისეთი გაბედული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ უნდა წახვიდეს სხვაგან სხვა პროფესიაში და რვამობენ ხოლმე ნულიდან ისწავლო და ეს მოითხოვს ძალიან დიდ ინვესტიციას.
რაც ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და ყველა გაბედულია და ყველა ძალიან მაგარი ადამიანია, ვინც ეს მოახერხა და ფიქრობს და მუშაობს ამაზე პროფესიის შეცვლაზე. კარიერის შეცვლა სხვადასხვა. ეხლა რას მაგალითს მოვიყვანდი. ჩემი თაობის და ჩემზე ცოტა მე ჩემი მომდევნო თაობა უმაღლესში რაც ვისწავლეთ, იმითი არასოდეს არ მუშაობთ და ახლაც ასეა, იმიტომ რომ ის არის განათლება აკადემიური, რომელიც მე ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა პროფესიაში გამოვიყენებთ. ადრე მეც დიდი ხნის წინ მქონდა მოსაზრება, რომ აი მაგალითად ნახე რა უცნაურია ამდენი წელი ვისწავლეთ და ეხა ვერ მუშაობთ ჩვენი პროფესიით. ეს აქვე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის ისეთი ეს მხოლოდ გამონაკლისია ისეთ პროფესიებზე, რომელიც კონკრეტულ თეორიულ ცოდნას მოითხოვს, როგორიცაა სამედიცინო, რომელსაც ასევე უნდა გააგრძელო პრაქტიკები. თუმცა ექიმსაც შეუძლია პროფესიის შეცვლა დღეს და ესეც ძალიან გაბედული გადაწყვეტილება. ამიტომ პროფესია ადამიანის და ამ პროფესიის შეცვლა მიმაჩნია გაბედულ ნაბიჯად, რატომ? ერთი რომ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება, რომელიც ასევე დროისა და ენერგიის ინვესტირებას მოითხოვს, რომელზეც გვაქვს ხოლმე მოლოდინი, რომ გამოვიყენებთ და რაღაცად ვიმუშავებთ, თავშივე შეიძლება მოგვიწიოს სხვა პროფესიით მუშაობა, რომელიც შეიძლება სხვა საქმეზე მუშაობა უпроსორად, რომელიც ისე მოგვეწონოს, რომ დავრჩეთ იმ საქმეში და აქ ჩამოვყალიბდეთ პროფესიონალად, ანუ დავაგროვოთ ბევრი კომპეტენცია. შესაბამისად, როდესაც ერთ სფეროში ვმუშაობთ და ჩვენ წლიდან წლამდე კომპეტენციასაც ვიზრდით, მასაც ვამრავალფეროვნებთ ჩვენს გამოცდილებას, იქ ცოდნასაც ვამატებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კაპიტალი, რომელსაც ადამიანი მე იმიტომ აგროვებს, რომ იქიდან მოგება სარგებელი ნახოს, ესე ვთქვათ. კარიერა არის, რა თქმა უნდა, ამ ჩემს პროფესიაში სხვადასხვა როლებზე ვიყო. ეს არის, ანუ კარიერული ცვლილება, როგორც შენახსენე, პროფესიის ცვლილებას არ მოიცავს, გამორიცხულია, მაგრამ პროფესიის ცვლილება გულისხმობს იმას, რომ სხვანაირი კარიერაც უნდა გქონდეს. შესაბამისად, ჩემი ნაფიქრი, რომ პროფესიის ცვლილება იდენტობას ცვლის, კიდე ბევრი მაგალითი მოვისმინე იმ პოსტის მიღმა, მაგრამ ეგრეა, იმიტომ რომ ყველა პროფესიას თავისი წილი უნარები აქვს და ამ წილი უნარების განვითარება გავლენას ახდენს ადამიანის კომუნიკაციის, აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, რისკების შეფასების, სტანდარტული აზროვნების მასშტაბებზე, აბსტრაქტულ აზროვნებას რო ვეძახთ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს პროფესიის ცვლილება არის ძალიან საინტერესო პროცესიც, ნაბიჯიც და ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ადამიანი ხელახლა სწავლობს და ეუფლები რაღაცას, იმიტომ რომ რაღაცა კიდე გამოხვიდე. და კარიერის ცვლილება არის შეიძლება დამსაქმებელი და როლი და არა პროფესიის. ხო, არა პროფესიის. ზუსტად ეს მინდოდა გამემიჯნა, რომ კარიერის და პროფესიის ცვლილება შუაში ტოლობის ნიშანი არ არის. განსხვავებულია. თუმცა შეიძლება ორივე იყოს, მაგრამ ცალსახად განსხვავებულია. ორივე თუ არის, უფრო ესე მგონია, რომ პროფესია შევიცვალე და კარიერა მოყვა ამას. შესაბამისად მოყვა კარიერის ცვლილება. რა არის ის შიში, რაც ადამიანებს ეუფლებათ ცვლილებების დროს და ვისაც ცვლილებები სურს პირიქით, რა წინააღმდეგობები ხვდებათ? ან ხომ არ არის ეს თავისუფლების სურვილი, ახალი მახე და ახალი ბორკილები? პროფესიის ცვლილების შიში ჩვეულებრივად რაც ახლა აღხსენე, ადამიანის ინდივიდუალური მგონია, არიან ვართ თუ არა მზად, რომ ამხელა პასუხისმგებლობა ავიღოთ და ხელახლა გავბედოთ და დავიწყოთ რაღაცები. ხო, და წინააღმდეგობები ახლა აქ ბევრი შეიძლება იყოს
იგივე რამდენად შეძლებს მე ამ ახალი პროფესიით კარიერის განვითარებას. ეს შეიძლება იყოს ეს უკვე მატერიალისტური ისინი არის თემები, ხო? რაღაცას რო სწავლობთ, იმიტომ სწავლობთ, რომ იმის გაკეთების მოტივი გვაქვს და თუ ეს გაკეთების რესურსი არ იქნება, ტყუილად გვიშრომია, რაც ადამიანისთვის დამანგრეველი ემოციის, ანუ ისეთი არის რა, ნეგატიური ემოცია მოაქვს და ძალიან ფრუსტრირებული ხდება და დამანგრეველი ეფექტი აქვს, მართლა ტყუილად გვიშრომია ამდენი. ამიტომ ახლა რაც მინახავს და მსმენია პროფესიის ცვლილებაზე გაბედულება, იმიტომ რომ ვერ შევძლოთ ის, რაც ვისწავლეთ, იმისი განხორციელება. პროცენტულადაც რო ავიღოთ ახლა პროპორცია, ან ბევრი არ არის ჩვენს გარშემო და ამიტომ არა ვართ მაგალითად ჩვენც უფრო მეტად გაბედულები. პლუს ამას ფინანსური და მატერიალური ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და ის რაც გარანტირებულია ამაზე უარის თქმა და წასვლა. მე მყავს მეგობარი, რომელიც მუშაობდა საზოგადო პიარი იყო და დღეს არის ძალიან კარგი ფსიქოლოგი, მაგრამ გაბედა ძალიან გააზრებულად და თავისი ახალი მე შექმნა. არ არის არც მარტივი, მაგრამ მისი ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან გაბედული, ისედაც გაბედული ადამიანია და მოემზადა ამისთვის გარკვეული პასუხისგებლობა რთული, პასუხისგებლობის აღება რთულ ტრანსფორმაციულ გზაზე მარტივი არ არის და მზად გაიაზრა სრულად და გადავიდა ამ პროცესში. ხო, ეს ტრანსფორმაცია, მე ცვლილებები ყოველთვის ნებისმიერ პროცესში და ნებისმიერ თემაზე არ არის მარტივი. ბევრი ის მოსდევს ამას ხო ესეა სტრესი, მაგრამ როდესაც უკვე დასტაბილურდება, მე იმას მოაქვს ის სარგებელი, რაც არის. ამიტომ ადამიანების ცვლილებების გაბედვაზე, პროფესიის გაბედვაზე, ჩემი გამოცდილებაც ეგ არის, ზუსტად აი ამ იმისი რისკის აღება, რაც შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში არ გარისკო, არ გაბედო, რაღაცა ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ მე ინანოს ან არ ინანოს ადამიანმა, ეგეც არის, ეგეც ძალიან ინდივიდუალურია. აქ არის სალსახად ხელის შემშლელი ამ იმის ახალი იდენტობის შექმნაზე წასვლა. ანუ თავიდანვე გადაწყვეტილება ამ იდენტობის ცვლილების ძალიან მარტივია და იმ შედეგებზე პასუხის აღება. კი, აი ძალიან მარტივი მაგალითია და მარტივი ამბავია გასააზრებლად. მე რომ ავიღო ახლა მეც მქონდა სურვილი, მე ხომ ვარ ამ ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. ეს რაც დავაგროვე, ჩემი ცოდნა კაპიტალი, ამაზე უარს ვამბობ და უნდა გავხდე, რაც მაინტერესებდა და დღემდე მაგალითად მე მონაცემების ანალიტიკოსი. ანუ ჩემი წინა მე საერთოდ უნდა გავაქრო და ამდენი შრომა და ის როდესაც ადამიანს ჩადებული აქვს რესურსი, ეგ არ არის მარტივი გადაწყვეტილება. უნდა წაიღო უკან, ჩააბარო წარსულს, უნდა საერთოდ გააქრო დამალო შეიძლება ესეც რა, მაგრამ ცვლილებებისთვის გჭირდება, რომ ეს აღარ გინდა, უნდა გადაწყვეტილება მიიღო და ახალი იდენტობა იმას აქნა და ამისთვის მზად უნდა იყოს ადამიანი. აღარა ვარ ის. აი ეს არის რა. ანუ ახალი იდენტობისთვის მზაობა, შესაძლებლად შექმნის მზაობა, როდესაც ჯერ არ იცი იმ იდენტობაში რა გელოდება. ჩემ შემთხვევაში მე ძალიან ვაპირებდი და დამენანა ჩემი ეს იდენტობა, შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ 26 წელია, მაშინ ცოტა ნაკლები იყო, როცა ამაზე ვფიქრობდი, დამენანა. კიდევ და დამენანა კიდევ აი ეს საფიქრალად გამომყვა რომ დამეზარაც უფრო დამენანა თუ უფრო დამეზარა ვფიქრობდი და უფრო დამენანა იმიტომ რომ ჩემი აზრით ცოტა არ ვიშრომე შეიძლება ჩემი ჯანმრთელობა ძალიან ბევრი იშრომე, ძალიან დასაფასებლად და სხვა ადამიანებისთვისაც ამ შრომას აადვილებ იმ ცოდნით და გამოცდილებით, რასაც აზიარებ. აი ჩემი ჯანმრთელობა შეიწირაო და რა თქმა უნდა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც ვიღებთ, მის შედეგებსაც პასუხისმგებლობას ვიღებთ ადამიანები, ხო? ისევ კარიერის ცვლილების თემას დაუბრუნდები. მანამდე ერთი კომედიური ჟანრის ფილმი გამახსენდა
80-იან წლებში Goldie Hawn და Kurt Russell-ის მონაწილეობით. Overboard ესე ერქვა ადამიანი ბორტს მიღმა, სადაც Goldie Hawn-ის პერსონაჟი გადავარდება და ემართება ამნეზია და უკან ბორტზე რომ ბრუნდება, შესაბამისად სხვა სცენარით ვითარდება მისი ცხოვრება. ანუ იდენტობას კარგავს ამნეზიის შედეგად, რისი თქმაც მინდა. და აი ამნეზიის არჩევანი ამ შემთხვევაში გადაწყვიტო თუ არ გადაწყვიტო, აი ახსენე რომ დამენანაო, თან ახსენე რომ აქეთ ხო, პირად გამოცდილებაზე მაინტერესებს. დამეზარა ვერ წარმოვიდი. აი რო თქვი, აი ხო არის რაღაცები როგორ მიჟღერდება, ხო? ამასთან მეც ახლოს ვარ. ამაზე რაღაც განსხვავებული აზრი მაქვს. ვერ აღვიქვი დამეზარა, იმდენად ცნობის მოყვარე და იმდენად მშრომელი ადამიანი ხარ, რომ ვერ გავიგე კარგად რა თქვია ამ დამეზარას მიღმა. დამეზარა ახალი იდენტობის შექმნაში, რაც დამეზარა იყო ის, რომ იმაზე გაცილებით მეტი უნდა მეშრომა თავის დამკვიდრებისთვის, ვიდრე მაგალითად ჩემზე ნაკლები გამოცდილების ადამიანს შეუძლია. მე არ ვარ პატარა და არც პატარა გამოცდილება აღარ მაქვს. და რომ მქონოდა მაგალითად რო ყოფილიყავ ისეთ მომენტზე რომ სადღაც 10-იან 10-12 წლის გამოცდილება მაქვს, მაგ გადაწყვეტილებას მარტივად მივიღებდი. მაგრამ როდესაც გაცდა ეს და რამდენი ამ ქვეყანაში რამდენი ორგანიზაციული მენეჯმენტის ზოგადად რამდენიმე ტრანსფორმაცია თემებსაც მოვესწარი, ტრანსფორმაციულ თემებსაც მოვესწარი, აი ეს გამოცდილების მისე რო წარმოვიდგინე, რომ შეიძლება მომავალშიც მომიწიოს რაღაცების სწავლა კი არა, ხელახლა დასწავლა, ცოტა დამეზარა, ანუ მაგ რისი თქმა მინდა, ანუ კორექტული რო ვიყო ხა ვეცებ ჩემთვის ენერგიაა ეს გაიფიქრე. არა, ენერგია მე რაც მაინტერესებს, იქ კონკურენცია მაღალი იქ არის დღემდე და გაცილებით მეტ შრომას მოითხოვს დღემდე, ეხლა რო შევხედო, ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს, ვიდრე მე მაგალითად წარმომიდგინია და წარმომედგინა. აქედან გამომდინარე, დაზარების ის იყო ეგ, რომ გჭირდება, ესე იგი, ჯერ ცვლილებების სადაც ემოციური პროცესია, საკმარისი კი არა, დიდი ენერგია, რომ ბევრი სწავლო, უამრავი სამუშაო გაქვს, უამრავი თემა არის, რომელიც იცვლება ტექნოლოგიების სფეროა ბოლო-ბოლო და შესაბამისად ეს დინამიკა სულ რო იცვლება. ანუ ანალიზის შედეგად უფრო ენერგოეფექტური უფრო საფრთხოს ურცეში დავჭი. დღესაც რაღაცებს სწავლობ, ვიმდიდრებ ჩემს იმას ცნობის მოყარეობასაც უბრალოდ ეს პროფესიის შეცვლა იქიდან იქ ვერ გავრისკე. რადიკალურად განსხვავებული პროფესიაში. გამბედაობა, რისკია, ეს ყველაფერი ვახსენეთ და იმ ადამიანებისთვის, ვინც პირიქით ამბობს, რომ აი მე გადავდგა ამ ნაბიჯს, მე გავრისკავ, მე შევიცვლი კარიერას, და ეს ამას ვაკეთებ თავისუფლებისთვის. მე როგორც მესმის, ხშირ შემთხვევაში ეს არ არის თავისუფლება. საწყის ეტაპზე განსაკუთრებით, სანამ დარეგულირდება ის უცნობ კომპონენტებიანი ფაზა. ხანდახან ყველა რისკი შეფასებული არ აქვს, როდესაც ამას ამბობენ. თუნდაც იგივე სამსახურიდან წავალ კაფეს გავხსნი, რომ მოვიშველიოთ მაგალითად და ამ დროს ადამიანებმა შეიძლება არ იცოდნენ იმ კაფეს გახსნას, მხოლოდ გახსნა და ფინანსები კი არ ჭირდება, დეტალების ცოდნა ჭირდება, საქმის სპეციფიკის ცოდნა ჭირდება. ანუ ხანდახან რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებენ, ისე რომ იმ სფეროში არ ერკვევიან. როდესაც ერკვევიან სფეროში, იქაც რაღაცა სიურპრიზები ხდებათ და მით უმეტეს როცა არ ერკვევიან. რას უნდა მიაქციონ მაგალითად ამ დროს ყურადღება? აი რა სიგნალებს? საფათო რჩევა არის, მაგრამ მე მგონია რომ
კარგად უნდა გაიაზრონ, უნდა ნახო პროცესში რა არის. მე ალბათ ერთადერთი ეგ რჩევა ეგ მექნებოდა. ანუ გარისკონ და მაინც ნახონ ამ რისკის შედეგად ნახონ რას მოუტანს ეს პროცესი. არ ვიცი გარისკვა მე გონია რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი მანამდე უნდა ნახოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. გარისკვა კიდე სხვა ზმნა არის. გარისკვა არის არ ნახავ და ყველანაირი მასე ხა მერე რო ერკვევი დეტალში ეგეც შენი გადაწყვეტილება თუ გარისკე და თუ გადაწყვეტილება მიიღე და ესეთი რაციონალური რისკები აიღე თავზე ეს არის რომ ნახე რაც იყო გავიაზრე და გადავწყვიტე და როდესაც სამსახურიდან მოვდივარ და აგერ მაგალითად კაფეს ვიწყებ ეგეც სხვათა შორის არ არის მხოლოდ ნეგატიური როცა პროცესში ერკვევა თითქმის ყველა მესე დავხელოვნდით ხო რაღაცა დავიწყეთ და მე ვსწავლობთ და ჩვეულებრივი ამბავი მგონია უბრალოდ მაგას მაინც საქმიანობის შეცვლას ვეძახი ვიდრე პროფესიის უფრო მგონია კოგნიტიური პროცესი როდესაც რაღაცასთან თეორიულად სწავლობ და თან აკეთებ ჩემთვის ესეა და ეხლა მე რომ მაგალითად გადავწყვიტო და იმისი გავაკეთო კაფე რაც ასევე მომწონს და ძალიან კარგი იდეა გონია რომ ხელობა საქმიანობა შევცვალე. კარიერა შევცვალე. ხო, კარიერის ცვლილება ამას ვამბობ. კი, ეგრეა. ამიტომ გონია მან ესეთი რაღაცა რომ თუ რისკზე მიდის ადამიანი ბოლომდე უნდა გაყვეს თუ არა ხე გადაწყვეტილებებიც არსებობს რომ გამოდის ამ აღებული რისკები. და თუ დაუშვათ რისკების მართვა უნდა ნახოს წინასწარ ეს რა არის. ანუ მე მგონი ეგ მიშლის ხელს. რისკების მართვისთვის გონივრული შეფასება არის ამ რისკების საჭირო პირობებში. უნდა იცოდე ადამიანმა სად მიდის, როდესაც ჩემი აზრით უნდა იცოდეს ყველა პროფესიას რა იქნება, პლუსები და მინუსები და ამ დასწავლის პროცესში რა იქნება. ჩემი აზრით მე ესე მოვიქეცი. ანუ რო გადავთარგმნო თუ მე თვითონაც სწორად გავიგე იმისათვის რომ ადამიანმა თუ გარისკვა უნდა თუ საქმიანობის და კარიერის ცვლილება უნდა ეს ნაბიჯი რომ გადადგას წინასწარ გააკეთოს მოკვლევა რა შეიძლება დახვდეს რისკის მეორე ჩემი აზრით მოკვლევის გარდა უნდა გააკეთოს რომ ნახავს არის თუ არა ამის უნდა თუ არა ეს ანუ ცოტა ხანი იცხოვროს იმაში და ასე გაარკვიოს შენ როგორ სიტყვებით ეცგნება ისე გადათარგმნე მაგრამ მე მგონია რომ თუ მე მინდა გავხდე ან მზარეული ან კულინარი აუცილებლად უნდა ვკითხო კულინარს რა შრომაა ეს კულინარობაც მინდოდა და მოვიკითხე და რომ მოვიკითხე და მითხრეს რომ ეკრანზე ლამაზად ჩანს მაგრამ ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს მივხვდი რომ არ შემიძლია ვიყო დახურულ სივრცეში სულ და ვაკეთო ძალიან გმირული შრომა კულინარიაში მზარეული რა ქვია იმას დესერტების მზარეული კონდიტერი ხო კონდიტერობა მინდოდა იმიტომ რომ იქ ესეთი ძალიან დიდი სიზუსტით უნდა გააკეთო რაღაცები და მომწონდა თან ძალიან ესთეტიურია ჩემი აზრით და ეს მომწონდა და რომ მითხრეს რომ ეს რა შრომას საჭიროებს საერთოდ ნებისმიერ პროფესიაში ალბათ არის ეს გმირობა ყველაფერი გმირობა ჩვენ როცა ვარჩევთ რომ გავხდეთ ეს ამ იმის დავიწყოთ სადღაც მუშაობა იმ ყველაფერს თავისი ესთეტიკაც აქვს და სირთულეებიც და ამ ერთ დეკადას კი არა ორ დეკადას რო გამოივლის ადამიანი ჩემს გავსად მე სხვა ესთეტიკების დამუღამებაზე აქვს თუ არა მზაობა ეს კარგად უნდა შეაფასოს ეს კარგად უნდა შეაფასოს კი ნამდვილად შესაძლებელია თუმცა მაინც ყველას თავისი გზა აქვს მაინც ძალიან ინდივიდუალურია და თვითონ უნდა გადაწყვიტონ მე ძალიან ვაფასებ ადამიანებს ვისაც ბევრწლიანი გამოცდილება აქვს აი ესეთ რისკზე მიდიან მაგიტომ თქვი არიან ძალიან გაბედული მე ფრთხილი ვარ ესე მიმაჩნი რასაც ამბობ ეს არის ის რომ იცნობ საკუთარ თავს შეიძლება ხო სადმე ყოფა ენერგია მინდა ვიცოდე კი და საკუთარ თავსაც შესაძლებლობასაც იგივე ენერგიას როგორც რესურსს და საკუთარ დროს ასევე სტრატეგიულად უთგები რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ძალიან ვაფასებ თავისუფალ დროს თანამედროვე ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი რაც არის ეგ არის დასაჭირო და ყველაზე დეფიციტური დრო
ნამდვილად. სრულად გეთანხმები. მედია ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო პროფესიონალური საუბრისთვის და იმ დროისთვის, რომელიც დაუთმე, იმიტომ რომ ნამდვილად ყველაზე ძვირფასია. მადლობა მსმენელს, მაყურებელს იმისთვის, რომ თქვენი დრო დაგვითმეთ, რაც შეგეხმიანათ კომენტარებში გაგვიზიარეთ, დაგვიტოვეთ მოსაზრებები, რაც არ შეგეხმიანათ, ისიც გაგვიზიარეთ. სიამოვნებით მივიღებთ ნებისმიერ უკავშირს და შევხვდებით. მანამდე კი თუ გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები, ჩემი რჩევით ცოტა დაისვენ.